გენერალ პულასკის სახელობის თავისუფლების რაინდის წოდება და ჯილდო მიანიჭეს მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში. კაზიმიერ პულასკის სახელობის ფონდი ყოველწლიურად გასცემს ჯილდოს თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში გაღებული დიდი ღვაწლისთვის. სხვადასხვა დროს გენერალ პულასკის თავისუფლების რაინდის ჯილდო და წოდება მიღებული აქვთ პოლონეთის პრეზიდენტს ლევ ვალენსას, პოლონეთის პრეზიდენტს ალექსანდრ კვასნევსკის, ლიტვის პრეზიდენტს ვალდემარ ადამკუს, ლატვიის პრეზიდენტს ვაირა ვიკე-ფრეიბერგას, ასევე ჰავიერ სოლანას, ბერნარდ კუშნერს და რიჩარდ ლუგარს. მიხეილ სააკაშვილი ჩემთვის იყო, არის და იქნება საქართველოს პრეზიდენტი. თქვენ ქართული ოცნების ეს განსაკუთრებული მნიშვნელობა მოგპარეს. საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა იმის დამსახურებაა, რაც თქვენ გააკეთეთ და არა იმის, რის გაფუჭებასაც თქვენი მემკვიდრეები ცდილობენ. რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ ვლადიმერ პუტინის გამოსვლა მოსკოვში და დავინახეთ, რომ ფერადი რევოლუციები მისთვის კოშმარია. ასე რომ გილოცავთ, რომ გახდით პუტინის კოშმარი. თქვენი ქვეყანა ბევრი სხვა ქვეყნისთვის მაგალითი გახდა და ჩვენ ევროპარლამენტი დავამტკიცებთ ასოცირების შეთანხმებას თქვენი და არა ივანიშვილის საქართველოს სასარგებლოდ. In favor of your Georgia, not in favor of Ivanishvili's Georgia. არის მომენტები, როდესაც უკვე ფიქრობ, რომ დროა დანებდე, მაგრამ გაკვეთილი, რომელიც ვისწავლეთ, არის ის, რომ ეს არასოდეს უნდა გავაკეთოთ. როდესაც დღეს რეალობად გეჩვენება, რომ არის ვიღაც შენზე 100-ჯერ უფრო ძლიერი და საშიში, აუცილებლად ყოველთვის დაინახავ ისეთ რამეს, რაც მას დაასუსტებს. ამას სიმართლე ჰქვია. ის, რომ შენ ისტორიისა და მომავლის სწორ მხარეს დგახარ. ამ ხმლის მიღება ჩემთვის უდიდესი პატივია. არ ვაპირებ ეს ხმალი კედელზე ჩამოვკიდო. ჩვენ გვყავს მტერი, რომელსაც უნდა შევებრძოლოთ და ამ ხმალს მანამდე გამოვიყენებთ, სანამ ის საბოლოო გამარჯვებამდე არ მიგვიყვანს. გამარჯვება ახლოსაა და მას ალტერნატივა არ აქვს. Victory is near. There is no alternative to it.